სიუჟეტი იწყება ხელოვნების გალერეის გახსნის აღსანიშნავ ცერემონიაზე. წვეულების შემდეგ ქალი სახელად სუზან მარტო ჯდება და სევდიანი გამომეტყველება აქვს. მოგვიანებით ის თავის მდიდრულ საცხოვრებელში ბრუნდება სასახლეში, რომელიც მილიონები ღირს. სუზან მთელ ღამეს უძილოდ ატარებს, ტელევიზორს უყურებს, სანამ არ გათენდება. მისი ბატლერი ატყობინებს, რომ საფოსტო ყუთში ამანათი აქვს. როცა მას იღებს, აღმოაჩენს, რომ ეს მისი ყოფილი ქმრის, ედვარდის მიერ დაწერილი რომანია. ეგზემპლარში დევს შენიშვნა, რომელშიც ის უყვება, რომ მის დაწერაში მათ განშორებამ შთააგონა და რომ ის პირველი იქნება, ვინც მას გაზაფხულზე გამოქვეყნებამდე წაიკითხავს. გარდა ამისა, ეუბნება, რომ ახლა ლოს-ანჯელესშია და დიდი ხნის შემდეგ კვლავ მისი ნახვა სურს. ყდის დათვალიერებისას სუზანამ ჩნევს, რომ წიგნს ჰქვია ღამის ცხოველები. ცოტა ხნის შემდეგ მისი ქმარი ჰუტონ სახლში მოდის და ის ეკითხება, რატომ არ გაიარა იმ ღამით გალერეაში. ის ბოდის იხდის და უხსნის, რომ თუ მივიდოდა თავის ადგილის შეხვედრაზე ძალიან დააგვიანდებოდა. სუზან პასუხობს, რომ მისი დროის 15 წუთით საკმარისი იქნებოდა მისთვის. შემდეგ ეკითხება, რატომ არ დაწვა მასთან იმ ღამით და მისი გამართლება ისაა, რომ მისი გაღვიძება არ უნდოდა, თუმცა სუზან უტყდება, რომ მთელი ღამე საერთოდ არ უძინია. ის თავაზობს იმ შაბათ-კვირას სანაპიროზე წავიდნენ მხოლოდ ისინი ორნი, მაგრამ ჰატონა ამბობს, რომ ოფისში უნდა დაბრუნდეს და შემდეგ ნიუ-იორკში გაფრინდეს. სუსან უყვირს, რადგან ის იქიდან კან დაბრუნდა. ჰუტონ ხსნის, რომ გარიგება უნდა დახუროს და ამას მისი ყოფნა ჭირდება დიდ ვაშლში. იმავე ღამით ისინი საერთო მეგობრის სახლში წვეულებაზე მიდიან. სუსან ის მეგობარი, ალეშა, ამჩნევს, რომ ის დაძაბულია და უძილო ჩანს. ეკითხება, კარგად არის თუ არა და სუზან ამბობს, რომ მიუხედავად ფულისა და კომფორტისა, მაინც გრძნობს, რომ ბედნიერება აკლია. ის ეკითხება, როგორ ახერხებს ალეშა, რომ თავის ქორწინებაში კმაყოფილი იყოს, რადგან ის პასუხობს, რომ რადგან მისი ქმარი გეია, ისინი ძალიან კარგი მეგობრები არიან, ღრმად უყვართ ერთმანეთი და მას შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ის მისი ცხოვრების ერთადერთი ქალია. სუზან აღიარებს, რომ ჰუტონთან ასეთი რამ არასდროს განუცდია. ჰუტონ მათ საუბარს წყვეტს, რადგან ნიუ-იორკში უნდა წავიდეს. სუზან წარმატებას უსურვებს, იცის რა, რომ სირთულეები ელოდება. მოგვიანებით ის საძილეაბებს იღებს და იწყებს იმ რომანის კითხვას, რომელიც ედვარდმა გადასცა, რომელშიც მისი სახელით მიზღვნაც არის. ისტორია იწყება იმით, რომ ოჯახი ავტომაგისტრალზე მიემგზავრება ტეხასისკენ. მამა თონი საჭესთან ზის თავისი ცოლის ლოურას გვერდით. მისი ქალიშვილი ინდია წუწუნებს, რადგან მობილური ტელეფონის სიგნალი დაკარგა და თონი ამბობს, რომ ეს არის დასავლეთ ტეხასის სილამაზე, მობილურების და ხალხის გარეშე მხოლოდ ბუნება. ცოტა ხნის შემდეგ ორი ნელი ავტომობილი გზას უღობავს. თონი სიგნალს აძლევს, ერთ-ერთი მანქანა წამიერად გადადის გვერდით, მაგრამ მერე აჩქარდება და მათ ავიწროებს, სანამ ერთ-ერთი ტვინიდან არ ეჯახება მათ მანქანას. ისინი თონის აიძულებენ გზიდან გადავიდეს და მის გზას კეტავენ. ამ დროს ჩნდება კაცი სახელად რეი, რომელიც ეკითხება, რატომ შეეჯახა თონი მის მანქანას. თონის თავაზობს პოლიციაში წავიდნენ, რომ სიტუაცია მოაგვარონ, მაგრამ ერთ-ერთი კაცი ამბობს, რომ არ შეუძლია, რადგან საბურავი გახეთქილი აქვს. თონი მათ არ უჯერებს და რეი ეუბნება, რომ თვითონ უნდა მართოს, რათა გადაამოწმოს ატყუებენ თუ არა. თონი გაქცევას ცდილობს, მაგრამ არ შეუძლია, რადგან მისი ბორბალი დაზიანებულია. რეის თავაზობს, საბურავებში აკეთებს, რათა დაამტკიცოს, რომ ცუდი განზრახვა არ აქვთ. სხვა გამოსავლის გარეშე თონი მანქანიდან გადმოდის, საბარგულს ხსნის და სათადარიგო საბურავს იღებს. შემდეგ რეი ურჩევს, რომ თავისი ცოლი და ქალიშვილი გადმოსვას, რათა მანქანა ჰიდრავლიკური ამწით აწიონ. მიუხედავად იმისა, რომ ცოტათი შეშინებულები არიან, ქალებს სხვა არჩევანი არ აქვთ და მანქანიდან გადმოდიან. რეი ინდიას ავიწროებს. ამ დროს კი თონი მის შეჩერებას ცდილობს. რეი მას დარტყმას აყენებს და თონი თავის ოჯახს დასაცავად უპირისპირდება. საბურავების შეკეთების შემდეგ ქალები სწრაფად ხდებიან თავიანთ მანქანაში და თონის უხმობენ, მაგრამ რეი და კიდევ ერთი კაცი ახლოს მდგომ მანქანასთან გარბიან და გარბიან. გაქვავებული თონი ხედავს, როგორ მიჰყავთ მისი ცოლი და ქალიშვილი და ვერაფერს აკეთებს ამის შესაჩერებლად. სანამ გონს მოვა, ისინი უკვე იქ აღარ არიან. სუზან წიგნს მკვეთრად ხურავს, დაძაბულობის სიმძაფრისგან ძლივს უნთქავს და თავის ქმარს ურეკავს, რომელიც სასტუმროში სხვა ქალთან ერთადაა. ისი საყვარელი ქალს მკლავში ხელს კიდებს და სუზან ეკითხება, რატომ არ დაურეკა მას ნიუ-იორკში ჩასვლის შემდეგ. ის პასუხობს, რომ მისი გაღვიძება არ უნდოდა. შემდეგ ჰატონ ოპერატორს თხოვს 421-ში დარეკოს სუზან უყვირს. ეს მისი ჩვეულებრივი ნომერი არაა. ჰატონ ამბობს, რომ ჯავშანი მის ჩვეულ სართულზე აღარ იყო.
სამიულენ ოპერატორი აცხადებს, 4:31 ქალბატონო. სუზან შოკშია, როცა ხედავს, რომ მისი ქმარი სხვა ქალთანაა. აფრთხილებს, ფრთხილად იყავი და თიშავს. რომანში თონი ლუსთან რჩება. წეუბნება, რომ მართოს და ძალიან ნერვიული თონი უშედეგოდ ეძებს გზაზე თავის ოჯახს, ხოლო თავის მანქანას პოულობს ცარიელი მისაბმელის გვერდით, მათი კვალის გარეშე. ლუს თხოვს, განაგრძოს მოძრაობა და აღარ ინერვიულოს, რადგან რეი მის ოჯახს არაფერს დაუშავებს. შემდეგ ის მას ბნელ და უდაბურ ადგილას მიჰყავს და იქ ტოვებს. თონი მთელი ღამე ავტომაგისტრალზე მიდის ფეხით, სანამ სახლს არ მიადგება და ტელეფონის გამოყენებას არ ითხოვს. პოლიციელი სახელად ბობი მას აკავებს და იწყებს იმ ღამით მომხდარის გამოძიებას. მას უკვირს, როცა იგებს, რომ თონი მკაცებს ცოლისა და ქალიშვილის წაყვანის საშუალება მისცა, მიუხედავად იმისა, რომ მათი იარაღი არ ჰქონდათ. ისინი ეკლიან მავთულიან ღობეს უახლოვდებიან და არაფრის შუაგულში თონი თავის ოჯახს შიშველსა და უსიცოცხლოს ხედავს წითელ დივანზე. სუზან თავის რეალობაში გულამოსყნილი ტირის და საკუთარ ცრემლებში იხრჩობა. ის ჩერდება ერთი წამით ფიქრობს და ფლეშბექი ეწყება. ახსენდება, როგორ გადაეყარა ედვარდს ნიუ-იორკში. ისიც ტეხასიდანაა და ძალიან გავს თონისი, ოღონდ წვერის გარეშე. ორივე კოლუმბია უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც ედვარდ სტიპენდიის გასაუბრებაზე მივიდა, ხოლო სუზან იქ სამაგისტრო სწავლას აგრძელებდა. ისინი სადილად წავიდნენ და ედვარდ მააღიარა, რომ ის მისი პირველი დიდი სიყვარული იყო. როცა ეუბნება, რომ დედისგან იგივე თვალები ერგო მემკვიდრეობით, სუზან ბრაზდება და ამბობს, რომ არ უნდა მას გავდეს. ედვარდ ეკითხება, რატომ შეწყვიტა მხატვრობა და ის პასუხობს, რომ ზედმეტად ცინიკურია. ის ეუბნება, რომ საკუთარ თავს სათანადოდ არ აფასებს. სუზან კი იღიმის და ეკითხება, შეუძლია თუ არა სახლში გააცილოს, თან აღიარებს, რომ ისიც მისი პირველი სიყვარული იყო. ედვარდ მას ღიმილით უყურებს. ისტორიას რომ დაუბრუნდეთ, ოფიცერი ბობი თონი ეუბნება, რომ მისი ოჯახის სიკვდილზე უკვე ოფიციალური ვერსია აქვთ. მის ცოლს თავის ქალა ჰქონდა გატეხილი. მისი ქალიშვილი ასფიქსიით გარდაიცვალა და ხელი ჰქონდა მოტეხილი. ორივე მათგანი ინტიმურად შეურაცხყვეს. გარდა ამისა, იმ მისაბმელზე, სადაც თონი იმ ღამით თავისი მანქანა იპოვა, მისი ცოლისა და ქალიშვილის თითის ანაბეჭდებს აფიქსირებენ და მისაბმელის პატრონს ეძებენ. კიდევ ერთი ფლეშბექი ჩნდება. სუზან დედასთან ერთად ვახშამზეა, რომელიც გაბრაზებულია, რადგან სუზან გადაწყვეტს ტეხასში დაბრუნებას და ედვარდზე დაქორწინებას, ნიუ-იორკის დატოვებით. სუზანის დედა ედვარდს არ იწონებს, რადგან სუსტ და უფრო დაბალი სტატუსის მქონედ მიიჩნევს. სუზან ცდილობს მის დაცვას, მაგრამ დედა აფრთხილებს, რომ მომავალში სწორედ ის ინანებს ამ გადაწყვეტილებას, რადგან ედვარდ მას ფუფუნებით სავსე ცხოვრებას ვერ შესთავაზებს. ასევე ეუბნება, რომ შეიძლება ამას ჯერ ვერ ხვდება, მაგრამ სინამდვილეში დედა და ქალიშვილი ერთმანეთს გვანან. სუზან ამას უარყოფს, ამბობს, რომ მათ არაფერი აქვთ საერთო და დედა იდუმალი ფრაზით პასუხობს: უბრალოდ მოიცადე. ამის შემდეგ სუზან ედვარდს ელექტრონულ წერილს უგზავნის, სადაც ეუბნება, რომ მისმა წიგნმა ძალიან იმოქმედა მასზე და მასთან შეხვედრა უნდა. რომანში თონი ბობისგან შეტყობინებას იღებს ეჭვმიტანილის ფოტოთი სახელად თურკ და ადასტურებს, რომ ის ერთ-ერთი მათგანია, მაგრამ ბობი აცნობებს, რომ ბოლო დროს თურკ არავის უნახავს. გადის დღეები და თვეები, გამოძიებაში კი საერთოდ არანაირი წინსვლა არ არის. შესამჩნევია, რომ თონის უკვე აღარ აქვს წვერი. ერთ დღეს ბობი თონის პოულობს და ეუბნება, რომ სამი კაცი სუპერმარკეტის გაძარცვას ცდილობდა. ერთი გაიქცა, მეორე დააკავეს და მესამეს ესროლეს. გარდაცვლილი თურკ არის. ბობი თონის თხოვს, დაკავებული ამოიცნოს და განყოფილებაში თონი კაცს ცნობას აძლევს. ეს ლუა, რომელმაც უდაბნოში მიატოვა. ლუ ცდილობს უარყოს, რომ მას იცნობს, მაგრამ თონი მას აშკარად ახსენებს იმას, რაც იმ ღამით მის ოჯახს გაუკეთა. ბობი მას კითხავს და რეისა და თურკ ის შესახებ დეტალებს თხოვს. ლუ ამტკიცებს, რომ მათ არ იცნობს. საბოლოოდ მას აკავებენ და ბობი თონის ეუბნება, რომ მას მკვლელობისთვის დასდებენ ბრალს, მისი ჩვენებისა და მანქანებზე აღმოჩენილი ანაბეჭდების გამოყენებით. ის დარწმუნებულია, რომ რეი გაქცეულთაგან კიდევ ერთი იყო, ცხადია და პირდება, რომ დაიჭერენ. თავის ოფისში სუზან თავის თანამშრომლებთანაა, რომლებიც მოახლოებული მნიშვნელოვანი შეხვედრის შესახებ აცნობებენ. ის გაფანტული და გულგრილი ჩანს. როცა ეკითხებიან, კიდევ ერთი ღამე ვერ ეძინა თუ არა, ის პასუხობს, რომ არასდროს ძინავს, ამიტომ მისი ყოფილი ქმარი ღამის ცხოველს ეძახდა. მას უცნაურად ემთხვევა, რომ ედვარდმა ასეთი ძალადობრივი და სევდიანი წიგნი გაუგზავნა, რომელსაც ასევე ჰქვია ღამის ცხოველები. ასისტენტი ეკითხება, ისე უყვარდა თუ არა ედვარდ და სუზან ამბობს, რომ კი, მაგრამ მას ბოლომდე არასდროს ენდობოდა არც მის ხასიათს.
აღიარებს, რომ რაღაც საშინელი გაუკეთა და სასტიკად მიატოვა ხათონ ის გამო, რომელიც უფრო მიმზიდველი და თავდაჯერებული ჩანდა. შეხვედრაზე ისინი განიხილავენ ერთი კონკრეტული თანამშრომლის შესაძლო წასვლას. სუზან წინააღმდეგია და ამბობს, რომ მას მხარდაჭერა უნდა გაუწიონ, რადგან კომპანიაში ცვლილებები თავადაც ჰქონდა მოთხოვნილი, მაგრამ ერთ-ერთი ასისტენტი ახსენებს, რომ სწორედ მან შესთავაზა ეს ცვლილებები. სუზან პასუხობს, რომ ზოგჯერ ამგვარად რაღაცების შეცვლა საუკეთესო არ იყო, რაც შეიძლება ასახავდეს სინანულს, რომ საკუთარ ცხოვრებაში ის ცვლილებები შეიტანა. რომანში დაბრუნებისას ბობი თონის რეის სახლთან მიიყვანს, სადაც ის დაძრწის. უბნება, რომ რეის დანაშაულის ადგილას ანაბეჭდები არ აქვს და სუფთა წარსული აქვს, მაგრამ თონი დარწმუნებულია, რომ დამნაშავე ის არის. ისინი მის დაკავებას პოლიციის განყოფილებაში ცდილობენ, მაგრამ გზაში ბობი ეკითხება, ცნობს თუ არა მანქანას და მძღოლს. რეი ამბობს, რომ არაფერი იცის. თონი ცრემლიანი თვალებით ახსენებს, რა გაუკეთეს მან და მისმა მეგობრებმა იმ ღამით მის ოჯახს. რეი ამტკიცებს, რომ თონი ალბათ შეშლილია, მას ხელბორკილებს ადებენ და იმ მისაბმელთან მიყავთ, სადაც თავდასხმები მოხდა. თონი რეის თხოვს, ზუსტად მოყვეს რა მოხდა იმ ღამით და რეი უარყოფას ცდილობს. გაბრაზებული თონი მას ურტყამს. მაშინ ფლეშბექი ჩნდება. სუზან და ედვარდ ჯერ კიდევ ერთად არიან. ის მისი რომანის მონახას კითხულობს და აკრიტიკებს, რომ ეს საკმარისი არ არის. თხოვს, წერის გარდა კიდევ რაღაც გააკეთოს. ედვარდ შეურაცხყოფილად გრძნობს თავს და სუზან ეუბნება, რომ უბრალოდ რეალისტი უნდა იყოს და მთელი მომავლის წინასწარ განჭვრეტა არ შეუძლია. ის პასუხობს, რომ ის უკვე დედას ემსგავსება და ჩხუბის შუაში საბოლოოდ ერთმანეთს უპირისპირდებიან. შემდეგ უნივერსიტეტში სუზან ჰატნსა თავის მომავალ ქმარს ხვდება. მანში ბობი ურეკავს თონის და ეუბნება, რომ რეი გაათავისუფლეს. ისინი კაფეში ხვდებიან და ბობი ამხელს, რომ ფილტვის კიბო აქვს და სიცოცხლე 1 წელი დარჩა, ამიტომ გადაწყვიტა გადადგეს და თავი მიუძღვნას თონისთვის სამართლიანობის აღდგენაში დახმარებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონისთვის გამოწვევის რისკს ნიშნავს. ეს ბობისთვის ბოლო საქმე იქნება, რომელსაც არ შეუძლია უბრალოდ უყუროს, როგორ რჩება მკვლელი თავისუფლებაზე. ფლეშბექი აჩვენებს, როგორ ემზადება სუზან ედვარდის დასატოვებლად, ის ეუბნება, რომ არაფერი გამოდის, რადგან ისინი ძალიან განსხვავებულები არიან. ედვარდს ცდილობს დაარწმუნოს, რომ ეს არ გააკეთოს, მაგრამ ის დაჟინებით ამბობს, რომ მომავლის ძებნა სურს, რადგან მასთან ბედნიერებას ვერ გრძნობს. რომანში ბობი რეის ბარში აკავებს და ღია მინდორში მიყავს. რეი ცდილობს გააპროტესტოს, ამბობს, რომ ეს კანონიერი არ არის, მაგრამ ბობი ყურადღებასაც არ აქცევს. ცოტა ხნის შემდეგ ოფიცერი ლოუს მოიყვანს და ბობი თონის თავის იარაღს აწვდის, რადგან თავს ცუდად გრძნობს და ღებინება სჭირდება. ორივე სირბილით გარბის და ბობი ახერხებს სესროლოს, მაშინ როცა რეი გარბის. ფლეშბექი სუზანს კლინიკაში აჩვენებს ჰოტონთან ერთად. ის აღიარებს, რომ მომხდარს ნანობს და ეშინია ედვარდ არ გაიგოს. ირკვევა, რომ მან ედვარდის ბავშვის დაკარგვა გადაიტანა. ჰუტონ ცდილობს დაამშვიდოს, არწმუნებს, რომ ედვარდ ამას ვერასდროს გაიგებს. ცოტა ხნის შემდეგ ისინი ხედავენ ედვარდს, რომელიც თავისი მანქანის გარეთ ტირის. ჩვენ ხვდებით, რომ ედვარდის მორწმუნე ბუნებამ მას ცოლისა და ბავშვის დაკარგვა მოუტანა და სწორედ ამ გამოცდილებამ შთააგონა. შეექმნა თონი მისი რომანის მთავარი გმირი. ისტორიას რომ დაუბრუნდეთ, თონი, როცა ლუს მკვდარს ხედავს, სასოწარკვეთილი ყვირის. მთელი ამ ტვირთის სიმძაფრეს სრული ძალით გრძნობს. ის თავს დამნაშავედ გრძნობს, რომ თავისი ოჯახისთვის უფრო მეც არ იბრძოლა, რომ მათი გადარჩენა ვერ შეძლო. ბობი ეუბნება, რომ ის კარგი კაცია და ადგომას უბრძანებს, რადგან რეი უნდა დაიჭირონ. ისინი იყოფიან თონი მისაბმელისკენ მიდის მანქანით. დანახვისთანავე კი იარაღს უმიზნებს, რეი დასცინის, რადგან ჰგონია, რომ თონი სამის გამბედაობა არ ეყოფა და აღიარებს, რომ მის ცოლსა და ქალიშვილს თავს დაესხა და ყოველი წამით სიამოვნება მიიღო. როცა თონი ესვრის, დაცემამდე სულ ცოტა ხნით ადრე რეი ჯოხს აყენებს. თონი თვალში დაჭრილი წამოდგომას ცდილობს და გამოსავალს ეძებს, ბრმად წიხლავს რეისი, რომელიც იატაკზე გდია. სახლის გარეთ თონი წაბორძიგდება და ბოლოს საკუთარ იარაღზე ეცემა. ქოშინით, სუნთქვის გაძნელებით, ბოლოს ხვდება. სუსან შხაპის ქვეშ ედვარდზე ფიქრობს. შემდეგ კი საწოლში მისგან შეტყობინებას იღებს, სადაც ეკითხება, როდის და სად უნდა შეხვედრა. მეორე დღეს პაემნისთვის ემზადება, ბეჭედს იხსნის და ყოფილი ქმრის კვლავ ხილვით აღფრთოვანებული იღიმის. ის რესტორანში მიდის და საათების განმავლობაში ელოდება, მაგრამ ედვარდ არასდროს ჩნდება. ის ცრემლებში ინგრევა, ფიქრობს იმ ცუდ გადაწყვეტილებებზე, რომლებმაც უბედურ ქორწინებამდე, ცარიელ ცხოვრებამდე მიიყვანა.
მორალი. ნუ გაწირავ შენს ღირებულებებს და შენს ნამდვილ სახეს გარეგნული შთაბეჭდილებების ან კომფორტის გამო. სინანული, რომელიც გვიან მოდის, ისეთი ტვირთია, რომელმაც შეიძლება მთელი ცხოვრება გდიოს. სიმამაცით სიყვარული და საკუთარი თავის ერთგულება, თუნდაც ეს რისკს გულისხმობდეს, შინაგანი სიმშვიდისკენ მიმავალი ერთადერთი გზაა, რადგან ბოლოს მხოლოდ ის გადაწყვეტილებები რჩება, რომლებიც შენ მიიღე და ის ისტორიები, რომელთა მოყოლად შენ შესახებ სხვებს დაუშვი. ახლა ამ სხვა შეჯამებებიდან ერთ-ერთი აირჩიე.